ნახოთ სტანდარტი ჩაწოდება საჯარიმოში და ალტელები არც თუ ისე კარგად თამაშობენ. კიდევ ერთი პასი დარტყმა კარის მიმართულებით ალვარო მორატა და შეიტანა ბურთი კარში. როგორც თქვით, ოქტომბრიოდ ესეთ მცირე წინასწარმეტყველება გამოგვივიდა ესპანელთა ფეხბურთელმა. რა მცირე სერიოზული წინასწარმეტყველება გამოგივიდა იმ ფასადაშ რომ რთული სავარაუდო არ იყო რომ მორატა შეიძლება და გაეტანა, მაგრამ ასე მალე თუ გაეტანდა იმის მერეც თქვი. რამდენიმე წამში. 1-0 დაწინაურდა ესპანეთი 23 წუთზე, მე-17 გოლი უკვე ნაკრებში მორატასთვის საშუალო შედეგიანობით მას ძალიან მაგარი მაჩვენებელი აქვს. 32 მატჩია სულ მისთვის ეს ფურია როხაში და უკვე მე-17 გოლი შეაგდო. არანაირი თამაშგარე ესე გაიტანა მორატამ. ასე რომ ათეულამდე ყველა დროის მომბარდირების მას არცე ბევრი აშორებს და ვინც არის იმ ათეულში ბოლო პოზიციაზე აგერ იყო გვერდზე. ცეხიო რამკარად წარმოიდგინეთ აგერ ნახოთ შეტევა სანტი და გაისაცხოდა ანონსე. გაიტანა სანტი კასორლა. სანტი კასორლა, კი ბატონო, 5 წლიანი პაუზის შემდეგ ეს მოთამაშე დაბრუნდა ესპანეთის ნაკრებში, ითამაშა რამდენიმე შეხვედრა, 2 დაპირისპირება. ვარსტები და აი ახლა კიდევ ერთ შეხვედრაში უკვე მოახერხა თავის გამოჩენა. ბოლო გოლები მან გაიტანა ლუქსემბურგთან, შეასრულა დუბლი და ახლა სანტი კასორლას მალტის ნაკრების წინააღმდეგ კადისში გააქვს გოლი. 2-0 ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ კიდევ ერთხელ არანაირი თამაშგარე. მე-15 გოლი სულ კარიერაში სანტი კასორლასთვის. ძალიან კარგი. მორატას საგოლე პასი. გაითამაშეს ბურთი ესპანელებმა, პაკო ალკასერი და სადებიუტო გოლი. პირველივე შეხებით და ნაკრების შემადგენლობაში გოლი გაიტანა პაუ ტორესმა და გაიტანა მკერდით. ამაზე მაგარი რა შეიძლება და მომხდარიყო. რამდენიმე წამში მოედანზე შემოსულან პაუ ტორესმა გაიტანა გოლი და ასეთი მაგარი დებიუტი რა ვიცი, საოცნებოა ნამდვილად. პირველი თამაში, პირველი შეხება, პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში. და ცენტრალურმა მცველმა რომელიც გამოვიდა გადაედო, ხო, სერხიო რამოსის წყალი გადაესხა. ძალები გადასცა. არანაირი თამაშგარე ხრაზე აპელირებდა. გადიოდა საერთოდ. მინდორზე გამოსული წუთების განმავლობაში. აბა წავიდა განადგურება, სარაბია, ლამაზი გოლი 4-0. აგერ პაუ ტორესმა თუ გაიტანა პირველი გოლი ნაკრებში, სარაბიას ატოვა რომ გაეტანა. მესამე მატჩი სულ ნაკრებში და პირველი გოლი შეაგდო პაბლო სარაბიამ. ახლა ვინ დარჩა? ბარემ დანიელ მოც გამოუშვას მორენო მინდორზე, რატომაც არა. არა ჯერ მორენო ყავს, ანუ პირველი გოლი ხერაცაც არ გაუტანია ნაკრებში. ხო, მისთვის და მეორე მატჩია სულ, ასე რომ. ესე იგი, პირველ მატჩს ვინც ატარებს პაუ ტორესი გაიტანა, მესამეს ვინც ატარებს სარაბია გაიტანა და რჩება მეორე. და ჰეტრიკი აქვს სამაგიეროდ მორენოს. 3 საგოლე გადაცემა მეორე შეხვედრაში. მაგარია ძალიან. იმ ეპიზოდში პაკომ ხშირად არ ხდება. შეიძლება პირველადაც ხდება საერთოდ ბოლო თუ დასაწყისიდანვე არა ესპანეთის ნაკრების ისტორიაში. ძალიან დიდი ხნის ისე სადებიუტო გოლი 5-0. მანაც შეაგდო თავის პირველ მატჩში მაინც გაიტანა. დანი ოლმოს სადებიუტო გოლი, პაუ ტორესის სადებიუტო გოლი, პაბლო სარაბიას სადებიუტო გოლი და ველოდებით. ხერად მორენო რჩება. რჩება ხერად მორენო. ნუ სანტი კასორლამ სადებიუტო არა, მაგრამ 5 წლიანი პაუზის მერე გაიტანა. ესეც მაგარი ამბავია. ერთ-ერთი რეგულარული კაცი ვინც გოლებს იტანს არის მორატა. არანაირი თამაშგარი აქაც. 5-0 და 5 გოლი გაიტანა სპარტსულ ფეხბურთელმა, ესეც კარგი სტატისტიკაა. მორენოს 3 ხერად მოუწია. როდრის გადაცემა და ხერად მორენო. აგერ არის. 6-0. მაგაც გაიტანა, ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ყველა ფეხბურთელმა ვისაც გოლი არ ჰქონდა გატანილი, ყველამ შეაგდო. ორმა აქედან სადებიუტო შეხვედრაში. და 4 მოთამაშემ გაიტანა სადებიუტო გოლი ეროვნულ ნაკრებში. და როგორ დაემთხვა, ესე იგი, დანიელმა და პაუ ტორესმა პირველივე მატჩში, ხერად მორენო მეორე მატჩში, პაბლო სარაბია მესამე მატჩში. დასავიწყებელი დროა, ალბათ ამასამი სვარუჯია. შვენიერი კომბინაცია. კი არა, კიდე მე მგონი კიდე გაარტყი, ხო? ზუსტად დასვი და ზუსტად გაარტყი. 3 წუთში უნდა გაიტანოს ხერად მორენო. აჰა, ზუსტად 3 წუთია გასული მომენტი. მე 15 კუთხურია. ნავასი დაარტყა უფრა გოლი შეაგდო.
7-0 შესანიშნავი გოლი რომელიც გაიტანა ხესუს ნავასმა. ესეც მეხუთე გოლი მისთვის სანაკრებო კარიერაში და თუ სანტი კასორლამ გაიტანა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ნავასაც მე მგონი დიდი ხანია ხო? ნაკრებში გოლი არ გაუტანია. ალბათ სტადიონიდან უკვე წამსვლელი გულშემატკივარი მოაბრუნა უკან ხესუს ნავასმა. ამ შესარჩევში გაიტანა ერთი ნავასმა ამ შესარჩევში და მანამდე გატანილი ჰქონდა 6 წლის წინ. გოლი ნაკრებში. ძალიან მაგრად დაარტყა ხესუს ნავასმა და ანგარიში გახადა უკვე 7-0. ბონელოს რეაქცია